ისმის რესტავრაციის რეკომენდაციებზე მუშაობა ქართულმა მხარემ უკვე დაასრულა. დოკუმენტი ოფიციალურ ანკარას დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით გადაეგზავნება. მთავარი რეკომენდაცია, რაზეც ქართული მხარე საუბრობს, პროცესებში სპეციალისტების ჩართვა, ადგილის გეოლოგიური შესწავლა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ ტაძარში მოზაიკური იატაკია აღმოჩენილი. ასევე არის კედლის ფრაგმენტები, რომელთა დაზიანების საფრთხე არსებობს. კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით შესწავლია ტაძარში არსებული ნაყარი მიწას. მარინე მიზანდარი ამბობს, რომ ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვას ითვალისწინებს, გაფორმებული არ არის. ოფიციალური ანკარის მხრიდან ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციების გაცნობა კი თურქული მხარის კეთილნებაზე იყო დამოკიდებული. Rozgoda წინ გეოლოგიური კვლევა, არ შესრულებულა კონსტრუქციული კვლევითი სამუშაოები, რაც ასევე აუცილებლად უნდა შესრულდეს იქამდე ეტაპამდე, სანამ უშუალოდ სარესტავრაციო პროცესი დაიწყო ტაძარზე. სამუშაოები არ გაკეთებულა არქეოლოგიური კვლევა და ამდენად ესეც გახდათ ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომ სასწრაფოდ იქნას არქეოლოგიური კუთხით გამოკვლეული ძეგლი. სამუშაო პროცესი არ უნდა იმართებოდეს ნავთობშენებელი კომპანიის მიერ. მას აუცილებლად უნდა მართავდეს და უზრუნველყოფდეს პროფესიონალი სპეციალისტი, ეს იქნება რესტავრატორი, არქეოლოგი, ფერმტერი რესტავრატორი თუ სხვა, ვინც არიან დარგის სპეციალისტები. აი ისინი უნდა წარმართავდნენ პროფესიულად სწორედ აი ამ საქმიანობას. ლაპარაკი, რომ ჩვენ რესტავრატორები გააკეთებენ იშხანს, ოშხს და ჩვენ თანხებით ესეც არ იქნება ნამდვილად ამის მოლოდინი გვექნება, იმიტომ რომ მე ხდება ამ მოლოდინის გამართება პიარ დანაშაული მოყვება და მივიღებთ რაც ხარწაში ვიღებთ. ამიტომ ჩვენი ჩართულობა თუ იყოს საკონსულტაციო დონეზე, მე ვიტყოდი წარმატებული იქნება, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე იქნება ჩართულობა თქვა. იშხანი მოსასინჯი ქვა არის, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი წინა გვაქვს კი. არავითარი ლობი